კახას გაუმარჯოს, კახას! გამარჯობა ხალხო და ჯამათნო. ძალიან დიდი მადლობა, კახა. ესე იგი, რაზე მოგიყვანებ? თლათ სულიკო დარდიანიძეს თუ დაგვინიშნავდნენ პრეზიდენტად, მართლა არ მეგონა. უკვე ანუ ფილმი ფაქტიურად გადმოდის უკვე რეალობაში, ხო? დიახ. მე ვფიქრობ, რომ სულიკო დარდიანიძე გაცილებით ჯობია იმას, ვინცაც ხა პრეზიდენტად გვთავაზობენ, ხო? სულიკო დარდიანიძე ამ კანდიდატურასთან შედარებით კანტი, ფოიერბახი, რა ვიცი, აინშტაინი, რას ლაპარაკი. რა პლუსები აქვს სულიკო დარდიანიძეს? ღერის და ის არის. ღერის და ბლოგმა არ არის, გაიგე რაღაც. აი ღერის და მართლა უყარს ხალხი რა. ხო. მე გეტყვი რა აქვს საერთო ბრიყვია, გაიგე, აი საერთო აქვს. ხო და იქ არის ერთ-ერთ სერიაში რა, რომ ვინც რას დაურეკავს და რითაც ეტყვია რომ ეხლა ეს განცხადება გააკეთეს, მერე დაურეკავენ იმის საწინააღმდეგო, გააკეთე. ის ქვევრის სინდრომი, მოდი ესე დავარქვათ რა, რაც სულიკო დარდიანიძეს აქვს და რაც ჩვენს ახალ რა ჩვენს ჩემი არა ისა, რაც ახალ კანდიდატს აქვს და ის ქვევრის სინდრომი ორივეს, ასაც ჩასძახებ იმას რომ ამოგძახებს რა. ანუ რა ძალას დაანახეთ და დაგიჯერებს. ხო, ანუ ყველას გავახსენოთ სულიკო დარდიანიძეს ჩემი ცოლის დაქალებისში პრეზიდენტი სახელი და გვარი, ანუ ესეთი. მადლობ. რეალურად ხო ჩვენს ხო ეგ იყო ერთ-ერთი კრიტერიუმი, რის გამოც დააყენა კანდიდატად, ხო? ანუ იერსახე აქვს კარგიო და მაგიტო ანუ ჰაბიტუსი ქართული აქვს რა. წარმოგიდგენია, ანუ ვერ წარმომიდგენია. მე წარმომიდგენია. ბიჭო, ანუ სადავარ ვწდები რომ ადამიანს პრეზიდენტად იმიტომ ვაყენებ რომ კაი ჰაბიტუსი აქვს. ხო, შენ გენაცვალე შენ წარმოგიდგენიათ ხო? რეალურად თვითონ ხა ბიზნესამ ხო ესო დაასახელა ეს კანდიდატად არც გაუაზრებია ხო რომ ამის ბიოგრაფიაში ჩავიხედო. რა ხდება? ანუ ბიოგრაფიას ხო აქვს ადამიანს, ხო ბიოგრაფია აქვს რა. სულ ზეპირად იცი. ანუ ბიოგრაფია რო აქვს ქონდა ეგეთი, იმიტომ დანიშნა შენ ამბობ. აბა, ეხა კიდე ერთი აუჯანყდეს ეგ უნდა რაღაცო. ხო. ძალიან განსაცდელი. აი ხო არის ხალხს თავრობა ყავს. ჩვენ განსაცდელი ყავს. ხო. რატო გააკეთა? ანუ ხალხის რეაქციას საერთოდ არ დაელოდა, ანუ არც აინტერესებს, ხო? არა რა, ეხა ჩვენ ხო დავწმუნდით მაგაში რომ ხალხი თავისი მომხრეების მაინც ვიხდი? არც ეგენი არ აინტერესებს, ანუ ერთი ხალხიც თვითონ არის. გადაწყვეტილებაც არის. აი ხო, აი სისტემა, ხო არის რაღაცა, ეს სისტემა, ამ სისტემით მუშაობს საქართველოს სახელმწიფო, რაღაც სახელმწიფო. არც სისტემა არ არის. სისტემა არის დილით ბატონი როგორ ხასიათზე გაიღვიძებს. ხო. ძალიან გთხოვთ რა. აი ბატონ ბიძინა ივანიშვილი. გემუდარები. ერთხელ ექსპერიმენტი ჩაატარეთ რა. აი დილით რო გაიღვიძებთ, უცებ გადაურეკეთ თქვენიანებს და უთხარით რომ მორჩა ჩვენ მივდივართ ამერიკაში და ამერიკისკენ ვიღებთ კურსს და ევროპისკენ. მოატყუოს ხალხს, ხო? მოატყუოს. აი სულხან საბარო დაიწყებენ და ისე რომ დამოდინეს და ჩვენი დედა ევროპა მე ევროპის უძუსტოვდი ხო იცი ბავშვობაში რაღაცა ეგენი წამოვარი მე ვიყავი სადიყავი თქვენ მე რო დალაგდებიან აი სისტემა გვაქვს რა როგორ ხასიათზეც გაიღვიძებს უფროს ნაჩალნიკი ყველაზე კარგად ჩანდა როდესაც გამოლაგდნენ და რომ უთხრა აბა ტემპში აი ეგ სისტემაა და ტემპში ანუ ბიდი კაცო ტემპში ხა გამოადგით ნაბიჯი სულ ყოველთვის ეგ მახსენდება რა ეს გამოლაგდი ზემა ფერმის გამგე ატექსი ბიბლიოთეკარი ალექსი ამბროსი მისეშვილი ბაქოს აი სულ ეგ არის და სავლე რა ლადო კახაძის კადრი ყველაფერის მთქმელი იყო ხო აი ყველაფრის მთქმელი რომ ასე ადამიანი ამ ხელა კარიერის მქონე ადამიანი ხა ლადო კახაძეს ხო ძალიან სერიოზული წარსულია ხო რაღაცა ექიმია დამსახურებული რაღაცა და როგორ იცი რა მახსენდება ესეთი ხო იცი რომ სიმღერა აღარ მახსოვს ძველ ქართულ ფილმში ხევისბერ გოჩაში იყო ეს სიმღერა
საჭიროა აი გული მიწუხდება როცა ჩაირთვება ხოლმე აი მაგ ამბორზე მომიახლოვდი ამბორკოზე აი ეგ მუსიკა ჩამერთო რა და ვაიმე აი ესე გავაკეთე რა და ზოგადად ლიქნელობის მაგ ფაზას ვეძახი შალახოს ნაბიჯს ვეძახი რა აი ესე აიმე აი სავარელი გადამარხეთ ვიღაცა ნეტაიგარ დამანახა და აი მაგ დროს რა აგრძნობინა აი ამ ხელის მოყაზე მიდებით პლუს აი გაგზნობინა რა სიტყვები უნდა არაფერი ხო შენი ვარ შენთვის მოკვდები შენზე მგლოვიარეო რა უნდა აგზნობინოს ვანო კატასტროფა ხო გეუბნები იმ დღეს პოსტი გავაკეთე არასოდეს არ მცხვენოდა ქართველობის რა ხო აი ახლა უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დამიდგა ძმაკაცი მირეკავს უკრაინიდან და რას მეკითხება იცი კახაო კახა აი ეს რა იყო ბიჭო თქვენ ხო ქართველები ხართო ხო მე რატოაო ესეო ქართველები ხო ხართო და იმათ ხო გონიათ რომ ქართველი რო ხა ქართველი მოა და დასა სულ ხო ესე გონიათ რა რა თქვა ბიჭო აი რა თქვა რა ქართველი არა ვარ ხო ვერ ვიტყვი უარს ისედაც უსამშობლოს მეძახიან ეს დედა რუსეთმო და ნუ აი რა უთხრა ვერ იჯერებენ რომ საქართველოში შეიძლება ესეთი რაღაც მოხდეს რა ხელისუფლებაში ჩაულებრად მონები იყვნენ რა ამას ვერ იჯერებენ რა ვერც უხსენი გაიგე იმათ ქართველი გონიათ დილით 4 დევს ჭამ ლობიოზე რაღაცა რა ხო და მაგრამ რა დევი თუ მართლა ჩქარა და არა ხო არა ხო და თან ისე მდგომარეობაში ვარ თუ სულ გონია რომ აი არ უნდა დავიჯეროთ ესე არ არის არ ვიჯეროთ ერთ წელიწად ნახევარია ვიძახი რომ სპეცოპერაციას გვიმზადებს ბიჭო სპეცოპერაციას გვიმზადებს რუსეთი არა კაი რა ეგეთეშე რა იცი ხა ეს ჩვენი ბაბლის კომანდაში არა რა პოლიტიკა მარტო ჩვენ უნდა ვაშე რა იცი ერთი წელიწადზე მეტია ვიძახე რომ სპეცოპერაციას გვიმზა რა არჩევნებს მიწყობა რა ის რაღაცა მეტი პოზიტივი ხალხო აი როგორი ამბავი ცი ტანკი მიდგას წინ და რაოდ დეგენერატო ვეძახ ხო ამ ტანკ შე დაგამთავრებ ახლა მე ეხ მაგარია დამთავრე ახლა იწყება ტანკი მოდის ახლა იწყება ამათი დასასრულის დასაწყისი ზოგადად ჩვენ ახლა ცოტა ემოციური ხალხი ვართ ყველაფერი სწრაფად გვინდა ხო აი ყველაფერი ხო აი ხო ხტები ესეთი ბუნება გვაქვს რა ხალხი გამოდის ბიჭო რა 300,000 კაცი გამოვიდა და ახლა იწყება ხანგრძლივი და ისეთი ბიჭო არ არის ეს ქართველი კაცი რომ ხანგრძლივი გეგმა ჯერ მოდი ისტორიულად ქართული გეგმა რამე მანახოს ვიღაცამ დავიჯერე აი გეგმა და კაკაი ქართული დოქტრინა სახელმწიფოებრივი ესეთი ჯარის სადა არა ვართ ხო ვართ სპონტანური ხალხი რა აი მარტივი გეგმა რამდენს დავგეგმავთ არაფერი არ გამოვა სპონტანურად დაიწყება გამოსვლები ყველაფერი გამოვა ესეა რა მე ესემჯერა თუ არასწორი ვარ მითხარით მაშინ იმიტომ რომ არის ისე ელემენტარულად თუნდაც რესტორანში შეხვალ ხინკალბა რომ 5 წუთი დააგვიაროს იმაზეც ბრაზდები ცხელი უნდა ხო აი რა ცხელი პირი და ხავი უნდა გამოიწვოს ისე ცხელი უნდა გადაყლაპოს და კარტონკას და კიდე 5 წუთი თუ შეხება და აი გამიცხელე შემიწვი რა არა უნდა ეგეთი ხალხი ვარ თან ვინ ბიჭო რუსეთი გიდგას ახლა წინ რა ცხაკაიები და ორჯონიკიძეები გვარებზე არ ვამბობ საუბარს იმაძე ვიძახი რა ეგენი გვიდგანა მაგათი პოლიტიკური გენის მატარებლები გვიდგანან წინ და მიდი და ელა გავრილოვის ღამეს რატო დაჭირდათ მართლა რა უტყვიების დაშენა და ეს იმიტომ რომ სპონტანურად მოხდა მაშინ გესმის მართლა გამოცვიდა ხალხი ხო ბიჭო მეც იმაზე რაღაც სარმენბილიგზე დავდექი და ნუ თავისთავად ხალხი ჩავხედე ხო რაღაცა და გავრილოვის ეს დედანაკაჩი და მე არც არავის არ დაურეკავს ჩემთვის არც მე არავის არ გადამირეკა ჩამოვედი გამოვარდი და უკვე ხალხი ნელ-ნელა თავისით მოდიოდა და აი მან და მოხდა ის რაც მოხდა რა ისე რა უნდა კითხო ელექტრონული არჩევნების შენს გჯეროდა არა რასლაბა აბა რა არა ერთი ანეკდოტია ეგეთი ოსი რო გაბრაზებული მოდის ხო იცი გამარჯობა ხასმი არა ეთქვის ეგრე აი ამათთან ეგრე მაქვს ამათ გამარჯობაც არ მჯერა რა
ანუ ხო გამარჯობა არა არა როგორ რაღაცა ჩაფიქრებული ხო ბიჭო გამარჯობა მე 2012 წელს რომ ოქროსარაიები და ეგენი რამე როგორ უნდა დაიჯეროთ დანაშაულია უკვე ამათი რამეზე ელექტრონული ის რა სისულელია და მაგას ვიძახი რომ მე აწირო თუ დამიძახებ ხო თუ არ გადამბლოკეს კიდე ყველგან ესე გამომაცხადე ხოლმე კახა მე ხო ვამბობდი გოგიძე კაი თან არ მიყვარს მე ხო ვამბობდი არ მიყვარს მაგრამ სულ ესე მე ხო ვამბობდი 2 წლის წინ რომ სპეცოპერაციას გვიმზადებდნენ ვამბობდი მე ხო ვამბობდი რომ ფეხებზე კიდეა სანქციები აი ახლა დღეს ხო დაასანქცირეთ ხვალ ნახოთ მე ხო ვამბობდი რომ რკინის ფარდას ესენი ჩამოუშვებენ ესენი ჩვენები არ არიან რუსების ჩვენები ხო და რა ისინი აი სულ ეს მოხდება და რომ ვამბობ რომ ცოტა უფრო სხვანაირად უნდა შევხედოთ და სხვანაირად უნდა მიუდგეთ ამ ამბავს არა ჩვენი ბაბლი გადაწყვეტ ჩვენ გადავწყვეტ რა აი მოვიწყვეტეთ და იყავით რა კაია აი მაგალითად რა უნდა გაგვეკეთებინა არჩევნების პირველ დღეს აი რა უნდა მე ხო ვამბობდი ისემა მე თქვი მაგალითად სუენძი ამბობს არის ეგეთი და სუენძი თქვა ეგრე იწყება მიეცი ხმა წადი დადექი რუსთაველს მიეცი ხმა წადი დადექი რუსთაველს არა აი შენ ამარ აი რეჟისორი გაძახა სამანძღავად იყვნენ სახიობია ანუ რა მოხდებოდა რუსთაველზე რომ დადგებოდი მაგალითად აი 300.000 400.000 კაცი რომ დადგებოდა მე ცოტა 4-ჯერ მოუჭერდა და იქნება არ გამოვაცხადოთ ეს შედეგიო იტყოდნენ არა უბნებში უნდა დავიცვა ჩვენი ხმე რით უნდა დაიცვეს დავიცავით ვერ დავიცავით რა გააკეთეს ხო მაგრამ არჩევნების მერე რომ გამოცხადდა ეს შედეგი მერე რა უნდა გაგვეკეთებინა მერე რა უნდა გაგვეკეთებინა და ისე ვიქ უნდა ყოფილიყავი და ეხლა მერე გასულიყავი და დადექი დამდგარიყავ გავედი კიდევაც დავდი მე დააკია ერთი კვირა ვიდექი აკია მარმაკაძე მე დააკია ეს ზონტიკი ვიდექი ერთი კვირა და 10 კაცი იდგა ჩვენ გარშემო ვაპროტესტებდით რაღაცას რა ვინმე მიცის პოლიტიკური პარტია რო ქონდა იცის ვინმე ტელევიზიებმა აი 9 კლიტულები გაარდა ბოლოს რო გამოვედით და ვთქვით რომ მორჩა ჩვენ ხსნით ჩვენ კანდიდატურას ეგეც არ გააშუქეს თო ეგეც არ გააშუქეს რომ წავედით ჩვენ ხალხო ჩვენ აღარ მოგცეთ ხმა ეგეც კი არ გააშუქეს და მაინც ახლა თუ თქვენ გინდათ მარტო აკეთოთ პოლიტიკა ეგრეთ წოდებული ახლა ვნახოთ რა მაგრამ არ გამოდის ერთიანობის გარეშე არ გამოდის ხო არა ხო აქ ესეა ეს ქვეყანა არის ჩვენი და ჩვენ უნდა გავაკეთოთ ევრო კავშირი რას დაასანქცირებს ვის დაასანქცირებს და ეგ სხვა ჩვენ უნდა გავაკეთოთ მაინც ხო ეხლა იმიტომ რომ ეხლა რომ თქვი რომ სიტყვა ეხლა უკრაინა და ამერიკას და რატო ხართ ნუ ქართველები ხო მარტო მაგას მეკითხე თქვენ ხო ქართველები ხართ უზბეკეთში ხშირად დადიხარ ხო უზბეკეთში იქამდეც არის ჩვენზე იქაც გაიგეს ბიჭო მე არ ყველაფერი კარგად იციან სულ ყველაფერი კარგად იციან გესმის ეხლა უკვე თავს ვიკავებ ჩასვლაზე იმიტომ რომ ზოგადად პოსტსაბჭოთა სივრცეში ქართველები ხო გითხარი გონიათ რომ ჩვენ დევებს ჭამთ ყოველდილით წვავთ კირკაჟად რა წვადათ წვადათ აი ხახს რო ჩაატნი ხო იცი ხო ურჩხულების თავებს ვთლით და რაღაცა ჩანგლებად მათი კბილები ესე გონიათ ბიჭო და ეხლა რო ხედავენ რომ ბიჭო რაღაცა ესე ვერ არის უკვე გიბედავენ რაღაცებს თქვენ არიყავით ესე და ერთმა გამიბედა სხვათა შორის უკრაინაში პრორუსი იყო ის მე როგორც აღმოჩნდა და თქვენ არიყავითო თქვენი მეფე რომ მივიდაო მუხლებზეო ჩვენ მე იმასა რუსების მეფესთანო რომ გვიშველეო ერეკლები ორზეა ერე ხო ეგრევე იდინა გაუშვი და უთხრა საერთოდ აღარ რასოდე შე მე მაგარი ვაფურთხე ვაგინე გავაგდე მაგრამ ბიჭო ახლა რომ მეტყვია რომ ძმაო თქვენ არა ხართ რა ხდება ეს რა უთხრა,ვანო? ვერაფერს ვერ ეთქვი. არაფერი, ცოტა ხანი თავი შეიკავე. შეცალეთ თან, ხო? რა უნდა უთხრა? შეცალეთ თანემ რაღაც, ნეთ ბრატი ანი გრუზინ რაღაც, რა უთხრა? ცოტა ხანი თავი. ანამათ რას ვერჩი თობა? თავი შეიკავე, თავი შეიკავე. თავი და შევიკავ წასulis, თავს ვიკავებ და აქაც როგორი გადაბლოკილი ვარ, იცი? ხო, აი აქ რა ხდება, აი გაიგე. ნუ აი შენი პროფესია ხო რომ რეჟისორი ხარ, მსახიობი ხარ, რა ვიცი. მოკლედ რა
ხა მეგობრები ყველგან ყავს, ხო? ხა როგორც ყველა დანარჩენ ნორმალურ ქართულ ადამიანს, ხა ხოცებშიც იქაც აქაც ისე მაგრავ ღადაობ მაგაზე აი მე ვეუბნებ რომ გინდა ხა სამსახურიდან მოხსნე. მოდი ჩავსილფოთ. ხო რა კახა? არა ჩავ, მოდი ჩავსილფო. ნო ბიზნესის გარბიან და მე ჩავსილფო და აი ლაიკი გაგიკეთა დამთავრდა. როგორი გადაბლოკილი ვარ, იცი? აი ბიჭო. რა, აი მაგალ სპექტაკლი. ერთ-ერთ რაიონში საქართველოს ფესტივალი თეატრალური, საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი რამდენიმე წლის წინ ჩატარდა და ჩემი უცხოეთში დადგმული სპექტაკლიც ჩამოიტანეს ამ ჩვენ ქვეყანაში უზბეკეთის და 8 არის უცხოელი ჟიურის წევრი და 3 ქართველი. ხო და ერთი ჩემი ქართველი მეგობარი მეუბნება რომ ახლა პრიზი გაქვს. პრიზი შეძლევენ პრიზ ჟიურის გადაწყვეტილებით. ჩუმად მითხრე ჟიურის გადაწყვეტილებით, ხო? კაი, მე უცებ მოვიდა და ხო, კახა რაღაცა პრიზი გაქვს მითხრა და ეხა ეს პრიზი მე რა ბიჭები მართლა კარგად თამაშობდნენ ეს უზბეკები და მოვიდა ჟამი, როდესაც უნდა გამოვაცხადონ რომ ახა გოგიძის სპექტაკლმა რაღაცა აი და მე მითხრეს რომ აი ბევრი ვიწვალეთო და გრან პრიზი აღარ იყო ბაზარი, არც საუკეთესო რეჟისორ ნამუშევრს და მხატვრობას გადაეცა. ანუ გრან პრიზს გაძლევდნენ ჯერ. მე მხატვრობამდე დავიდე, ხო? არის გრან პრი რომ იცოდა, არა დედას არის ხო ესე. კაი, მაშინ საუკეთესო, არა დედას. კაი, ეს მაინც მივცეთო ხა, კაი, ეგ მივცეთო და სად არის ეს შენი? დაბეჭდილი პრიზი, ბიჭო. რა ქნეს? არ მოგცეს? განკარგულება, გოგიძე არა უშუალოდ სცენაზე. მართლა? კი და საიდან გავიგე? საიდან? აი ესეთი დებილი როგორ არის ადამიანი, ბიჭო? ის 8 უცხოელი, 8-ე ჩემი მეგობარია. 8-ესთან ერთად სხვადასხვა ქვეყნებში დავდივარ და ჟიურის წევრი ვარ. ხო. და ერთად ვწვეთ რომელ სპექტაკლს და რომელ პერსონაჟს რა მივანიჭოთ, ხო? თურქი მირეკავს, მეუბნება. თქვენო უკაცრავად და იხა გაქვთო. რატო მეუთხარი? ჯერ გრან პრიზეო სამმაგი კულბიტები აკეთესო არ მოგცესო. მე ამაზე არ მოგცესო და ეს მოგეციდა რატო არ მოგცესო და აი რა უნდა მეთქვა. მეთხრა, ეგეც სწორია, რა უნდა მეთხრა. ხოლიდის. რა უნდა მეთქვა, რა გავჩუმდი რა და მე უკვე აღმოჩნდა რომ ზარიკესო სხვებისგან გავიგე რომ გოგიძე არა უშუალოდ სცენაზე და ესე გადაბლოკია მე ვარ ქართული თეატრის ჯერ კიდევ ცოცხალი სანდრო ახმეტელი ალბათ ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ ძალიან ძიმე ამბავია აი მაგალითად აი ახლა თეატრში რომ მიხვიდე რომ სპექტაკლი დადგა აი ვერ მიხვალ ვერსად შევიდა მუსიკა შევიდა დავდგამ ანუ რას დამადგენ კახა ხო იცი მე შენ მიყვარხარ ძმა გავიდა ხო ჩემი კოლეგა მეგობარი რაღაცა ახ მაგრამ მიყვარხარ ჩუმად გეუბნება ჩუმად მეუბნება ბიჭო მაგრამ ვიყავ ჩემი ძმა არა ამ ყველაფერზე ხარ რა გითხრათ სახში მივდივარ და ვქვითინებ სპონზე მაგრავ ხალისო ერთი ამბავი მახსენდება მაგაზე ჩვენი ვასო ფხაკაძე ხო იცი ხო და ვასო ფხაკაძემ ჩაატარა ტელევიზიებს შორის ნადირობის რაღაცა ფესტივალი კი არა რაღაცა შეჯიბრი სასპენდოს რო აი რომ რაღაცა რო აფრინდება და ხო და დაპატიჟე ყველა არხი რა რამდენიმე 4-5 წლის ამბავია და ყველა არხი დაპატიჟა მათ შორის ახლა ტელეიმეს ხო არ ეთყოდა რომ თქვენ არ მოხვიდეთ ახლა კოცები ხო არა ვართ ჩვენ რაღაცა ხო და რაღაცა რო ერთ-ერთი პრიზი სიტყვაზე იმედმაც მოიგო რაღაცა პირველ თუ მეორე რაღაცა ამბავი და იმედმა გააშუქა მაგრამ ვასო არ გააშუქა წარმომიდგენია აბა რა კიდევ არის ჩემი სპექტაკლები ნუ ცოცხლობს რა მადლობა ღმერთს და აჩვენებენ და ძალიან მომწონს ხალხს რა მე მგონი ინსულტი მომიღო რაღაც სიტყვები მერევა აი რა ვიცი კახა ძალიან კარგი იყო შენთან საუბარი ერთადერთი ახლა სულ მაინტერესებს ინაუგურაციის ტექსტი აი მაინც ხო იქამდე მაინც თავიდან დავიწყეთ ბოლოში შეიძლება თათია წოწონავა ჟურნალისტი არაჩვეულებრივი აი კიდევ ერთხელ ჩემი უღრმესი პატივი გუშინ იყო თათია წოწონავა ჩემთან ნუ რაღაცა ის ჩავწერე ხო კომენტარი რა აი რას იზავთო და წოწონავა მეკითხება უცებ თქვენ როგორ ფიქრობთო
ინაუგურაციაზე ახალი საპრეზიდენტო კანდიდატი ფიც დადებს თუ დააგინებს. როგორ იცი რამდენი ვიცინე, აი რო წავიდნენ სახში ვიცინოდი კიდე. საზეიმო დაგინება. მე და შეშორი ვინც ეს ფიცი და არ გუზის დედა. რა მაინტერესებს? ეგ კაცი ხომ რუსეთის ერთ-ერთი კუთხის ნაკრებში თამაშობდა. ალანიაში. ხო. ანუ ის საქმეს აკეთებდა. ალანიას. ალანია რა არის? რუსეთის ტერიტორია. რუსეთის საქმეს აკეთებდა? ხო. საჩაურტყი ხედა. წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა დღეს ვარჯიში გამიცდა. აქ რომ მოვედი, მაგრამ იმდენი ვიყაყანე რომ მე მგონი აინაზღაურე. აინაზღა ირაკლი ჩემ ტრენერს. თუ არაფერი გამოგვიდა ვარჯიში. კალორიები მაინც დავწვით. კარდიო გავაკეთე რა. კარდიო ვარჯიში. ძალიან დიდი მადლობა კახა გოგიძე იყო შენი განცემის. კახა გოგიძე ჯერ არ დახრეტილი და გადაცემის პარტნიორია Coca-Cola.